ბოშურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, ადგილობრივები ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ, როგორც სოფელში ამბობენ, ბოლო რამდენიმე წელია აქ არაფერი გაკეთებულა. სოფელს სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს, ადგილობრივების თქმით, წყლის სისტემის გაუმართავობის გამო წყალი დაბინძურდა და სასმელად უარგისი გახდა. ბოშურელები ინდივიდუალური გამრიცხველიანების საკითხზეც საუბრობენ. მათი თქმით, ამ დრომდე სოფლის გამრიცხველიანება არ მომხდარა. სავალალო მდგომარეობაშია ელექტროსადენები და ბოძები, რის გამოც სოფელს უამიდობისას დენი არ მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, ენერგოპრო ჯორჯიას ადგილზე წარმომადგენელი არ ყავს, რის გამოც ელექტროენერგიის გადასახადის შეგროვება ადგილობრივებს მორიგეობით უწევთ. ეს ბოძები საცაა წაიქცევენ, ეხლა დაზამთრება და დავჩებით უშუქოთა. რამდენჯერაც რა გეგმაში ხოსვამენ რა, იმდენჯერ ამააგდეს გეგმით. რატო არ უნდა გააკეთონ ახლა? პატრონი არ აყავს ამ წყალსა. აბა გადაიხედე ამ წყალსა. ეკოლოგია აღარ არსებობს, აღარაფერი არ არსებობს. ეს წყალი ბინძურდება. აგრე იქიდან შემოდის 100 მეტრში ბინძურდება ეს წყალი. არაფერს არ გაკეთებულა. აი რა ემჩნევა რამე გაკეთებულ როგორც სოფელი. დაპირებები თუ ყოფილა? დაპირებები აუარებელი. სოფელში არ არის მაღაზია, ქალაქთან დამაკავშირებელი ავტობუსი კი დღის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დადის. ამორტიზებული გზის გამო ადგილობრივების თქმით, გზავრობის საფასური 2 ლარს და 50 თეთრში ადგენს. რთული ვითარებაა ზემო ბოშურში, საიდანაც ბავშვებს ყოველდღიურად სკოლამდე მისასვლელად 4 კილომეტრიანი გზის გავლა ფეხით უხდებათ. სკოლაში ბავშვები ფეხი დადიან, იმ დღეს სეტყვა იყო, წვიმა იყო, ბავშვები სულ დალოღთხილები ამოვიდნენ. ცოდონი არ იყვნენ. ერთი ტრანსპორტი აქაც ხო უნდა გამოვიყო, რომ ჩავიდნენ და ამოვიდნენ. ახლა 2-3 საათი მაინც უნდება. და დღეში ორჯერ დადის? დღეში ორჯერ დადის. თუ ახლა მარშრუტკები არამე ისინი ცოტა არ აგვიშავს, მაგრამ ეს დიდი ავტობუსი ძნელია არა და ბრძოლები თავის დროზე მიდიან, თავის დროზე მოდიან. მაღაზია ჩვენ არ გვაქვს. აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ ბოშურის ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებულს ვესაუბრეთ. მალხაზ ყვალიაშვილი ამბობს, რომ არსებული პრობლემების ერთბაშად მოგვარება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხების სიმწირის გამო ვერ ხერხდება. თუმცა როგორც რწმუნებული აცხადებს, ეტაპობრივად ყველა პრობლემის აღმოფხვრა მოხდება. თანხები ძალიან მცირე თანხებია და არა. ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ამაზე ლაპარაკი არ არის, შევკვირდნენ სიაში ჩავხვდით ოქტომბრის თვეში. დაველოებით ოქტომბრის თვეს და ნახეთ. ბოშურელების კიდევ ერთი პრობლემა ტყიდან შეშის გამოტანაა. ადგილობრივების თქმით, დღეს მათთვის უცნობი პირები სისტემატიურად უკანონოდ შეხავენ. ადგილობრივებს კი ტყიდან ფიჩხის გამოტანის საშუალებაც კი არ ეძლებათ. აღნიშნულს ადასტურებს სოფლის რწმუნებულიც. წეში ვცხოვრობთ და არა გვაქვს რომ თუნდაც ხმელი შეშა მოვჭრათ და მოვიტანოთ. საკუთარ ბაღში თუ მოვჭერით, აი პირადად მე გამხმარი ენერგი მოვჭერი და ცნობა მიმატანინეს საკრებულოდან. გორიდან მოსული ხალხი სარგებლობს დღე-დღე ხედა ის მიაქვს აქაურებს ლატანის საშუალება არ გვაქვს რომ მოვიტანო და ხობე შევღობოთ იმის ბაღებისა. ყველაფერი პრობლემა არის აქ. ადგილობრივს არა აქვს მართლა განძრევის უფლება და მოსულები მართლა ძღებიან რა. რაზე და ხეთყეზე და ისინი მუშაობენ და ადგილობრივს არაფერი არა. იჩეხება უკანონოდ რა ვიჩეხება ალბათ. ჩემ კომპეტენციაში რა თქმა უნდა არ შედის ეს ტყის მაგრამ ეს მოსახლეობა ძირითადად უმემთხოვს. იმიტომ ხან ჯარიმებს უწერენ, ერთ მორზე დაუწერენ, ნორმალზე ფიჩხი გამოიტანო უფლება არა გაქვს. დღეში რო შეხვდები უზარმაზარი მასალპება ხისა რომლებიც ეს წვერები ყრია და არც იმას აძლია. ნუ არ ვიცი, დასალაგებელი აქვს კიდევ ეს. ბოშურელები ამბობენ, რომ თუ სოფელში არსებული პრობლემების მოგვარება კვლავაც არ მოხდება, მათი მრავალწლიანი დუმილი დაირღვევა და ხმას შესაბამისად ამოიღებენ.